გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანტია. სტუმარ მასპინძლობის სექტორია დღევანდელი წერტილის ფოკუსში სფერო, რომელიც განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემოს მიმართ, რასაც ემატება ბიზნესის წარმომადგენლების შეფასებით, ტურისტების შემცირებული რაოდენობა, რაც ბუნებრივია ნეგატიურად აისახება შემოსავლებზე. ტურიზმის ინდუსტრიის შეფასებებს ხაზი განსაკუთრებით იმიტომ გავუსვი, რომ ოფიციალური უწყებების შეფასებით ტურიზმში დრამატული არაფერი ხდება, რადგან ჯამურად მზარდია ვიზიტორების რაოდენობაც და შემოსავლებიც მოგზაურობიდან. ზედახაზის რიცხვები ტურიზმის სექტორის დიაგნოსტიკისთვის ყოველთვის საკმარისი არ არის, თქვა გუშინ წერტილთან ინტერვიუში ტურიზმის სფეროში არსებული ეგრეთ წოდებული ორი რეალობის შეფასებისას დამოუკიდებელმა კონსულტანტმა კახა სამყურაშვილმა და რთული არ დავეთანხმოთ მიუხედავად იმისა, რომ პრობლემების აღიარება ყოველ შემთხვევაში ხმამაღლა ოცნების ეკონომიკურ გუნდს ჯერჯერობით არსურს. ზოგადად როცა რიცხვებზე ვსაუბრობთ, კარგი იქნება თუ ამას მთლიანად პანდემიის, პოსტპანდემიის და პრეპანდემიის კონტექსტში შევხედავთ 2019-24 წელს. პირველ რიგში ტურისტების რაოდენობა ნამდვილად გაზრდილია, დაუბრუნდა იმ მაჩვენებელს, შეიძლება ვთქვათ, რომ არამეზობელი ქვეყნების წილიც გაზრდილია. მეორეს მხრივ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც რამდენიმე წელია იზრდება. თუმცა ეგრეთ წოდებული top line, ეგრეთ წოდებული ზედახაზის რიცხვები ყოველთვის არ არის საკმარისი სექტორის დიაგნოსტიკისთვის და კარგი იქნება თუ რამდენიმე მაგალითის საფუძველზე განვიხილავთ რატომ. მაგალითად, თბილისის სასტუმროებში, ძირითადი პარამეტრები სასტუმროებში, დატვირთულობა და ფასი, ეგრეთ წოდებული ADR, ბოლო 3 წლის განმავლობაში მეტნაკლებად მსგავსია, მეტიც ფასს უჭირს იმ მაჩვენებლების გათანაბრება, რაც წინა წლებში იყო. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპელი ტურისტი, რომელიც უფრო მეტად ჩაანაცვლა აზიელმა ტურისტმა, უბრალოდ აზიელი ტურისტი ნაკლების გადამხდელია და ეს შემოსავლებშიც აისახება, თუმცა შეიძლება ეს არ იყოს დრამატული, ესე რომ ვთქვათ, შემცირება, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც ყველაფრის ფასი იზრდება ქვეყანაში, ყველაზე ნაკლებად იზრდება სასტუმროების ფასი რეალურად, ჩვენ თუ შევხედავთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთია შემოსავალი, მეორეა მომგებიანობა, მეორეა ხარჯები, რაც მიგვიყვანს მომგებიანობამდე. პირველ რიგში იზრდება შემოსავლები, შეიძლება ძალიან არა, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით იზრდება, მაგრამ უფრო სწრაფად იზრდება ხარჯები. განსაკუთრებით ხელფასები, იმიტომ რომ მუშახელზე ჩვენ კიდე მოგვიწევს საუბარი, დღეს დარწმუნებული ვარ, მაგრამ განსაკუთრებით სენსიტიური ეს საკითხი არის სტუმარ მასპინძლობის ინდუსტრიაში, იმიტომ რომ დასაქმებულები თავს აღარ გრძნობენ ამ ინდუსტრიაში სტაბილურად, იმიტომ რომ კრიზისი არ არის, რომ სტუმარ მასპინძლობის ინდუსტრიას არ შეეხოს. შესაბამისად, გვაქვს მოცემულობა, როდესაც იზრდება შემოსავლები, მაგრამ უფრო სწრაფად იზრდება ხარჯები, რაც მომგებიანობას ამცირებს. მომგებიანობის შემცირება კი სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობას რომ ამცირებს, ეს ახალი არაა. სხვათა შორის საქსტატმა გუშინ გამოაქვეყნა პირდაპირ უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა, სადაც ჩანს, რომ მეოთხე კვარტალში სასტუმროების და რესტორნების სფეროში უცხოური ინვესტიციების არათუ შემოსვლას, არამედ გადინებას ჰქონდა ადგილი. თუ წლეურ მაჩვენებელს შევხედავთ, შარშან სასტუმროების და რესტორნების სფეროში სულ 21 მილიონი დოლარის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია ჩაიდო. შარშანდელზე ოდნავ მეტი, მაგრამ 2023 წელზე ბევრად ნაკლები. როგორც ინფოგრაფიკზე ხედავთ, პანდემიამდელი 2019 წელი იყო საუკეთესო ბოლო 6 წლიან ჭრილში სექტორში, მაშინ 123 მილიონი დოლარის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. მოკლედ, როგორც ყველა სფეროში, ტურიზმშიც ორი რეალობა გვაქვს. თუმცა სტუმარ მასპინძლობის ბიზნესი რომ გამოწვევების წინაშეა, ამაზე მეტყველებს სწორედ სტუმარ მასპინძლობის სექტორში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად ქართული სტუმარ მასპინძლობის ფონდის შექმნა. ფონდის მიზანია ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული არასტაბილურობის ფონზე ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესებს სტუმრებისა და ვიზიტორების სიმცირის მიუხედავად გააგრძელონ ფუნქციონირება და შეუნარჩუნონ სამუშაო ადგილები დასაქმებულებს. ფონდის პირველი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია, რომელმაც ფონდში უკვე გადარიცხა 400,000 ლარი. როგორც შეარჩევს ფონდი ბენეფიციარ კომპანიებს და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს დახმარების მიღების მსურველი ბიზნესი, ამ და სხვა დეტალებზე ვისაუბრებთ დღეს. წერტილში ქართული სტუმარ მასპინძლობის ფონდის დამფუძნებლები ანა კოშაძე და ვახო კანდელაკი არიან. წერტილის სტუმარი კი დღეს ვახო კანდელაკია, რომელიც თან ფონდის ხელმძღვანელია. ის უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. საღამოშტების ვახო, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. თქვენ დიდი მადლობა. დეკემბერში BMG-სთან ინტერვიუში თქვენ ამბობდით, რომ ერთი თვე კიდე ასე თუ გაგრძელდა სტუმარ მასპინძლობის სექტორი ღრმა ძილში წავაო.
ფონდის შექმნის მთავარი მიზანიც ეს არის, რომ არ მისცეთ სექტორს, ასე ვთქვათ, დაძინების საშუალება და რაღაცნაირად კი, სტიმული გააჩინოთ. თქვენ კოლეგასთან ვისაუბრე ზუსტად ამ სტუდიაში იმ დიდ პრობლემაზე, რაც უდგას სექტორს. თქვენ სიუჟეტში ახსენეს პანდემია და რამოდენიმეჯერ გაიმეორეთ პანდემია. პანდემიის დროს ბევრად უკეთესი სიტუაცია იყო, იმიტომ რომ მოძრაობა შეიძლება ჩაკეტილ სივრცეში იყო, მაგრამ ვაჭრობა მიმდინარეობდა. დღევანდელ ჩვენს რეალობაში და ზუსტად აი ჩემს ინტერვიუში მაშინ როდესაც აღხვდით, მაშინ იყო სრული უძრაობა. როდესაც ადამიანს არანაირი სურვილი არ უჩნდება, რომ მიმართოს კვების ობიექტს, კაფეს, სასტუმროს დაისვენოს, იმიტომ რომ მას სირცხვილის გრძნობა უჩნდება, როდესაც ის მიდის გასართობად ან დროის ატარებლად, ან უბრალოდ დასასვენებლად. აქედან გამომდინარე, სექტორმა ძალიან დიდი დარტყმა მიიღო. და იმის გარდა, რომ სამსახურში მომუშავე ადამიანების დასაქმებულების პრობლემა შეიქმნა უკვე ფინანსური ვალდებულებები კომპანიების, რომლებიც აღებული აქვთ მაგალითად ინვესტორების მიმართ, ბანკის ვალდებულებები და გაჩერდა აბსოლუტურად ყველანაირი პროცესი და ერთმანეთს დაუწყეთ თვალებში ყურება. აი ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი არის სახელმწიფო, რომელიც გვეუბნებოდა, რომ ყველაფერი ძალიან კარგადაა, თქვენ გეჩვენებათ. ახლაც ასე ამბობენ. კი, თქვენ გეჩვენებათ, საერთოდ ჩვენს მთავრობას და მართლ ორგანოებს, ასე ვთქვათ, დავარქვათ, ეგრეთ წოდებულს, აქვს ძალიან კარგი სტრატეგია არჩეული ციფრების ჰაერში სროლის. აი მაგალითად 2x2 4-ია და მე ვიტყვი 2x2 5-ია. და მოდით ვიკამათოთ ახლა ეს 5-ია თუ 4-ია და ხშირ შემთხვევაში მათი დემაგოგია იმ ხელა დონეზე არის ასული, რომ მე 5 შეიძლება რომ ბოლოს რო გამოდიხარ საუბრის ბოლოს დაიჯერო კარგმა ეკონომისტმაც რომ 5 მე მგონი 5-ია. ხო არ ვწთები და 5 ხო არა. აი ეს პრობლემებია. შეიძლება ეს ოფიციალური რიცხვები მართალიც იყოს და სტატისტიკაში ეჭვიც არ შევიპაროთ, მაგრამ როგორც კახა სამყურაშვილი ამბობდა გუშინ ამ გადაცემაში, ზედახაზის რიცხვები ყოველთვის ყველაფერს ვერ ამბობენ, რა მდგომარეობა არის ბიზნესში. მოდი ვისაუბროთ ფონდზე. როგორ გაჩნდა ფონდის შექმნის იდეა? პირველი მხარდამჭერი, როგორც ვიცით, არის საქართველოს ბანკი 400.000 ლარიანი კონტრიბუციით და მე მივყვეთ დეტალებს, რაც პოტენციურ ბენეფიციარებს დარწმუნებული ვარ განსაკუთრებით აინტერესებს. საქართველოს ბანკი არა მხოლოდ პირველი შემომტანი, ასე ვთქვათ, არამედ ინიციატორიც არის იმისი, რომ ეს პროცესი დაწყებული იყო და თქვენ ახსენეთ წარსადგენ ტექსტში ანა კოშაძე, რომელიც ჩემი მეგობარია და შევხვდით და მოდი რაღაცა ვქნათ, იმიტომ რომ ანას და საინტერესო პროექტი აქვს YouTube-ის და აქედან გამომდინარე მან ჩაიხედა სარესტორნო ბიზნესშიც, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვდა, გაიცნო და მიხვდა და მოისმინა მათი პრობლემები და რაცა შევთანხმდით, რომ მოდი იქნებ რამენაირად დავეხმაროთ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები, ბიზნესმენები, ხო, რესტორატორები ცდილობენ, რომ არც მწვადი დაწვან და არ ჩამფური. და ხშირ შემთხვევაში პირად საუბრებში საუბრობენ, მაგრამ როგორც კი 10 ადამიანს აღემატება მათი არეალი საუბრის, უკვე ნელ-ნელად ცდილობენ, რომ არ ავნონ თავის ბიზნესი, იმიტომ რომ კიდევ მე რომ სარესტორნო ბიზნესი და საერთოდ მომსახურების სფერო საუბარი საშიშია? საშიშია, რა თქმა უნდა. საშიშია და არაერთი და 2 და 3 გაფრთხილებაც იყო, მაგალითად პირადად ჩემს მიმართ, რომ იქნებ გაჩერდეთ, ცხოვრობთ მშვიდად, წყნარად, მზიან საქართველოში და რა გნებავთ. აქედან გამომდინარე, სფეროს უჭირს საუბარი, არიან რამოდენიმე რესტორატორი, რომელიც ღიად საუბრობს და შემიძლია თავისუფლად ჩამოთვალო მათ სახელები და მათ უკან ეს პრობლემები რო არ არსებობს და არიან რომლებიც არ საუბრობენ. ეს ყველა სფეროშია, ყველა ბიზნესშია, მაგრამ ჩემ სფეროსთან დაკავშირებით ეს ყველაზე ფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. კი ბატონო. მოკლედ 400.000 ლარი უკვე არის ფონდში, ეს არის საქართველოს ბანკის კონტრიბუცია იმ ერთობლივად ორი სისტემური ბანკის მიერ გამოყოფილი 5 მილიონი ლარიდან, რამდენადაც ვიცი. რა არის მთავარი კრიტერიუმები და მახლა როდესაც გვიყურებს არაერთი რესტორნის თუ კაფე-ბარის მფლობელი, მათ პირველ რიგში აინტერესებთ ტურიზმის, რადგან ფართო არის უმარმასპინძლობის სექტორი, აი
უშუალოდ ვის შეუძლია ისარგებლოს ამ თანხით? აი რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, რომ რაღაცნაირად ფონდის კომისიამ და საინტერესო ვინ შედის ამ კომისიაშიც განიხილოს მათი განაცხადება. ჩვენ დაახლოებით 1 თვის განმავლობაში მუშაობდით ფონდის დამფუძნებლები ფორმაზე, რომ შეგვემუშავებენ ერთგვარი ფაბულა, ვინ გახდეს ჩვენი ბენეფიციარი. სარესტორნო ბიზნესი და მომსახურების სფერო რთულია, სპეციფიური ბიზნესია ძალიან და რამოდენიმე კრიტერიუმი შევიმუშავოთ იმისთვის, რომ აი მოდი შენ ამით შევძლებთ, რომ დაგეხმაროთ. პირველ რიგში ეს არის აუცილებლად უნდა იყოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო, ანუ შეპესე. მეორე აუცილებლად უნდა გქონდეს 2 წლის ფუნქციონალურობის ვადა. და მესამე კრიტერიუმი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მან უნდა მოგვაწოდოს აი 1 წლის მისი ასე ვთქვათ, ნავაჭს რო დავარქვათ, ხო? აი რამდენი ქონდა შემოსავალი კომპანიას, ბრუნვა ასე ვთქვათ. ამ მეთოდით მე შემდეგ უკვე მოხდება ხოლმე გასაუბრება და რაც ყველაზე მთავარი სრული ალბათ ბევრი იქნება, დიდია სექტორი. აი რა იქნება მთავარი კრიტერიუმები განაცხადების განხილვისას? რაღაცა პრიორიტეტები გაქვთ, რომ ვიღაცას ბანკის ვალი აქვს დასაფარი, ვიღაცას უჭირს საბიუჯეტო ვალდებულების გადახდა, ეს ვიღაცას ყველაფერი ჩამონათვალია. კი, ეს ერთგვარ შინაგანაჩვენი წესია, რომელსაც მივყვებით. აუცილებლად, იმიტომ რომ პირველ რიგში ფუნქციონალურობისთვის რა არის საჭირო? თუ მაგალითად თქვენ კომპანია გაქვთ და თქვენ საგადასახადო ვალდებულებები გაქვთ, მაგალითად DGG ვერ გადაიხადეთ და ავტომატურად გადანაწილებული გაქვთ DGG რაღაც პერიოდზე, ან მაგალითად სახელფასო დავალიანება გაქვთ, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი დიდი პრობლემაა ფუნქციონალურობაში. ეხლა თუ მაგალითად ინვესტორის ვალი გაქვს, ამას ჩვენ ვერ დაგიფარავთ, იმიტომ რომ ავტომატურად ეს რაღაც თქვენი მიმდინარე ეს არის ვალდებულება და ის რაც მნიშვნელოვანია სარესტორნო ბიზნესის წარმართვისთვის, აი იმ ყველანაირ კომპონენტს, ასე ვთქვათ, ვაკმაყოფილებთ, მაგალითად დისტრიბუციის ვალი გაქვთ და თქვენ რესტორანი შუა რუსთაველზე გქონდათ და ვერ დისტრიბუცია ვერ გაწვდიდათ ვერაფერს, დახურულიც იყავით და აქედან გამომდინარე დაგიგროვდათ ვალი, ხო? დისტრიბუციის ავტომატურად განხილვადია ის და ამ განხილვის შემდეგ გადადიხართ უკვე მეორე ეტაპზე და უკვე პირადი გასაუბრების შემდეგ უკვე მე ვინ შედის ფონდის კომისიაში? მათ შორის არიან მაგალითად საქართველოს ეს არის იურისტი ბანკის წარმომადგენლებიც? არა, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სტრუქტურა ერთეული, რომელშიც ვარ მე, სარესტორნო მიმართულებით, ასე ვთქვათ, კონსულტანტი, ანა ლაშა ჩაგელიშვილი, იურისტი და ფინანსური დირექტორი. მაქსიმუმ რა თანხა შეიძლება მიიღოს ამ ფონდიდან პოტენციურმა ბენეფიციარმა რესტორანმა? სიღრმეში რო არ ჩავიდეთ არითმეტიკულში, მე გეტყვით პროცენტულად, ანუ მილიონი უნდა 300,000-დან მილიონამდე შუალედში მოხდება კომპანია ჩვენს, ასე ვთქვათ, ბაზაში და 2-დან 5%-მდე მოხდება, ასე ვთქვათ, დაფინანსება იმ კომპანიის, რომელიც ჩვენს ბაზაში ავტომატურად მოხდება. და ეს არის რომ დავაზუსტოთ, რადგან საქველმოქმედო არის, ასე ვთქვათ, ფონდი, საჩუქარი იმ ბენეფიციარებისთვის, ან შეღავათიანი კრედიტი არა, მაგრამ ეს არის გრანტი, საჩუქარი იმისთვის, რომ გადარჩეს, ხო? რა თქმა უნდა. და მთავარი დეტალი უკვე თუ არის დაწყებული, აი განაცხადების მიღება და შეგვიძლია ესეთერიც გამოვიყენოთ, სად მოგძებნონ, როგორ მოგმართონ? საიტია, რომელიც ალბათ ამონათდება გრაფიკულად, საიტზე უნდა შეავსონ აპლიკაცია, რომელიც მიიყვნენ საიტს და საიტის მიხედვით შეავსებენ აპლიკაციას და საკონტაქტო ნომერიც არის მითითებული, თუ რაიმეში ვერ გაერკვევიან, შეიძლება რომ მეილის სახითაც მოგწერონ უკვე თვითონ საიტის მეშვეობით და აუცილებლად ყველას დეტალურად განვიხილავთ, ყველა, ასე ვთქვათ, кейს და მე უკვე ჩვენ უკავშირს დაუბრუნებთ მათ, ვინც აპლიკანტი იქნება ჩვენი საიტზე. მოლოდინები როგორი გაქვთ ახლა გამომდინარე იქიდან, რომ პრობლემებია სექტორში და ამაზეც ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში, 400,000 ლარი საკმარისი იქნება, ვერ იქნება? ეს ძალიან, ასე ვთქვათ, პირველი ნაბიჯი საქართველოს ბანკს ძალიან იმედი როსხებით შემოუერთდებიან. კი, აუცილებლად მე ვფიქრობ, რომ
დიდი კომპანიები, რომელიც მე გავაჟღერეს 500.000-დან 100 მილიონამდე, ეს არ არის დიდი ბრუნვათელა რა, იმიტომ რომ წარმოიდგინოთ უბრალოდ კალკულაცია რო გავაკეთოთ ამ ციფრის დღიური ნავაჭრის კვების ობიექტის დაახლოებით 1500-დან ქვემოთ მიდის, რო გადავთვალოთ ძლიურ ჭრილში, ხო? ეს არის საშუალო სარესტორნო ბიზნესის ბენეფიციარი. არიან დიდი ორგანიზაციები, კომპანიები, რომლებიც მართავენ სარესტორნო ბიზნესს და მომსახურების სფეროს. აი ზუსტად ამათ ძალიან მნიშვნელოვანია სწორ საზოგადოებრივ თვითშეგნებამდე დავიყვანოთ ამ ფონდის დაარსების, ასე ვთქვათ, ისტორიაც და განვითარების ისტორიაც. აუცილებელია, რომ დიდმა კომპანიებმა, ასე ვთქვათ, დაუდგნენ მცირე კომპანიებს, რომ განავითარონ, იმიტომ რომ ბიზნესი ასეთი რამ არის, რომ მცირეთი იწყებ და ზემოთად იხარ და ამბიცია გიჩნდება და თუ თავიდანვე ამბიცია, ასე ვთქვათ, მოუკალი ადამიანს და განვითარების საშუალება მოუკალი, ხო, ვერ დაგეწევა. და აი უკვე ჯანსაღი კონკურენციაც იკარგება, რაც ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ჩვენს ბიზნესში, საქართველოს ბიზნესში არის ჯანსაღი კონკურენციის პრობლემა. იმიტომ რომ არ არსებობს ჯანსაღი კონკურენცია. ეს არის მხოლოდ აი ეს რაღაცა ხრიკებით და გამოსავლებით ბიზნესის მართვა, რომელიც ალბათ არც ერთი ბიზნესმენი ამაზე არის აუბრებს, მაგრამ მე მაქვს ამის უფლება ალბათ, იმიტომ რომ ბევრი წელია ბიზნესში ვარ და ამას ვცდილობთ, რომ ჯანსაღ ბიზნესამდე მივიყვანოთ დღევანდელი ჩვენი რეალური ბიზნესი. წარმატებები, იმედია ქართული სტუმართმასპინძლობის სექტორში მალე ისე იქნება საქმე, რომ დახმარება არ დაგჭირდებათ, მაგრამ BMG-ც თავის წვლილს შეიტანს მათ შორის პოტენციური ბენეფიციარების ინფორმირების მიმართულებით, რაც არის მედიის ფუნქციაც. ფართო სურათშიც რომ შევხედოთ, ხო, ქართული სტუმართმასპინძლობის სექტორს, აი რა მდგომარეობაშია დღეს მასპინძლობის ბიზნესი? აი როგორ ხართ, როგორ აღწერდით თქვენ მდგომარეობას? 2019 წელი ვახსენეთ, ხო, ჩვენ 2019 წლამდე იყო ყველაზე დიდი ნიშნული იმის, ასე ვთქვათ, პიკს მიუახლოვდით ტურიზმის, რომდესაც ყველაზე კარგი ნიშანი იყო და მომავალი წელი იგეგმებოდა, რომ დაახლოებით კიდე 10%-ით გაიზარდებოდა ტურისტული ნაკადი და ინვესტიციების ნაკადი. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ჩვენ უნდა გავუმიჯნოთ ორი რამ. ეს არის ტურიზმზე მორგებული ინვესტიციის ნაწილი თუ უბრალოდ ინვესტიციის ნაწილი. არის ინვესტიცია, რომელსაც მე შენობა ნაგებობას ვდგავ და დაველოდები მისი თვითღირებულება თუ დღეს ლარია, ხვალ რო გახდეს 2 ლარი. მაგრამ მე თუ ფუნქციონალურად ვდგავ ამ შენობას, რომელშიც დავაბინავებ, ანუ საწოლ ფონდს შევქმნი, სადაც ადამიანები დაბინავდებიან, გადაიხთიან, გადასახადს, რაც არის ღირებულება, რომლის ეს არის განვითარება. ანუ ჩვენ ხშირ შემთხვევაში გვიწევს ხოლმე არ გამიჯვნა ამის, ეს გასამიჯნი. ეს არის ტურიზმის მიმართულება, როდესაც მე შევქმენი და განვავითარე. ავტომატურად დღევანდელ რეალობაში ძალიან ბევრი პროექტია გაჩერებული. ეს არის და ჩვენ მხოლოდ ეს არის მიმდინარე პროექტები, იმართეთ კვების ობიექტები, მარტო კვების ობიექტები არა. ხო, რესტორნებზე ვიცით სასტუმროებზია ყველაზე დიდი პრობლემა. ხშირად ყავს აქ ჰოტელიერები და ამბობენ, რომ ნაწილი იყიდება, მფლობელები ყიდიან, ზოგი ეს არის ქაოსური ნაკადი. ეს არის ქაოსური ნაკადი. ყველა ცდილობს რაღაცა ფორმით გადაარჩინოს თავისი აქტივი. აი რესტორნებში და კვების ობიექტებში რა ხდება? რესტორანს როგორ გქნით, ხო? მაგალითად, აი პირველი დავწვით თქვენ მომბზანი და მე მეუბნებით, რომ მე მინდა მაქვს რაღაც ბიუჯეტი და მოდი გავაკეთოთ რესტორანი, ხო? მე პირველად რას ვაკეთებ? გეკითხებით, სად გინდათ რესტორანი? მაგალითად, გინდათ თიან კურორტზე, ხო? მე გეუბნებთ, რომ თიან კურორტს თუ მაგალითად ბაკურიანს ავიღეთ, მისი 6 თვიანი, ასე ვთქვათ, ასე ვთქვათ, ფუნქციონირება გარანტირებული გვაქვს, მაგრამ თუ აიღებთ გუდაურს გეტყვით, რომ 3 თვე გაქვთ. მხოლოდ და მხოლოდ. თუ აიღებთ თელავს, მაშინ ღვინის მიმართულებით უნდა წახვიდეთ. აბსოლუტურად ყველაფერი თვლადია და აბსოლუტურად ყველაფერი მოსარგებია. როდესაც ჩვენ ქაოსურად გვქრით, იმიტომ რომ ნაკადი შემოვიდა რაღაც რაოდენობა სიღნაღში და ყველამ გადაწყვიტა, რომ სიღნაღში უნდა გააკეთოს რესტორანი და აკეთ მაგალითად გურჯაანში არაფერი არ უნდა იყოს. აი ეს არის ზუსტად რომ ჩვენ როდესაც საუბრობთ თქვენ პირველივე ტექსტში თქვით რომ რა ჭირს სექტორს, ხო? რა გამოსავალი აქვს სექტორს. სახელმწიფო უნდა არ არსებობს, აი წარმოიდგინეთ, არის ღვინის აგენტო, არსებობს ჩანდაცვის სამინისტროსთან არსებული სარესტორნო ბიზნეს და სასტუმროებს არ გააჩნია არც ერთი მაკონტროლებელი ორგანო.
არც ტურიზმის სააგენტოში არ არის, არც ღვინის სააგენტოში. ტურიზმის ადმინისტრაცია არის წესით, რადგან ტურიზმში გადის ეს. კი, გადის. ტურიზმის ჯაჭვის ერთ-ერთი კომპონენტი. არ ყავს მარეგულირებელი, ანუ მე კეთილსინდისიერი ბიზნესმენი კი გავაკეთო. მე რასახის რეგულირება გჭირდებათ, აი თქვა თუ გასაგებია სასურსათო უსაფრთხოება და ასე შემდეგ კვლევა პირველ რიგში. კვლევა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე მაგალითად თქვენ როდესაც მე მქირავთ როგორც პროფესიონალს, მე გეტყვით ამას, მაგრამ როდესაც თქვენით აკეთებთ ამას, შეიძლება ეს ყველაფერი დაფუძნდეს კაბალურად, იმიტომ რომ თქვენს დღევანდელ ბუმში მეორე წელს მე შეიძლება საერთოდ აღარ იყოს ეს პრიორიტეტული. სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს პრიორიტეტები, სახელმწიფომ უნდა გასცეს ნებართვები მშენებლობის, არა მხოლოდ არქიტექტურული მშენებლობები, არამედ როგორ თქვა, ბიზნეს განვითარების კუთხითაც ნებართვები, რომ აი შენ ამ ზოლში ჩვენ ვფიქრობთ, რომ 5 წლის განმავლობაში იქნება აქტივობები. საკამათო თემა რომ არ იყოს და არ გამართლოს, მე ბიზნესის მფლობელი შეიძლება თქვა პრეტენზიით მიადგეს იმ უწყებას. ამიტომ ბიზნესმა ხო უკეთ იცის მაინც ჯამში. კი ბატონო, ბიზნესი ყოველთვის მაინც უკეთესია ვიდრე ბიუროკრატია. არეგულირებს ბიზნესი, მაგრამ პლაცდარმი ჭირდება. მე უნდა ვიცოდე რომ განვითარებას მე თუ მაგალითად გუდაურს მე მინვითარებ, მე უნდა ვიცოდე რომ რამხელა გეგმაშია გუდაურის განვითარება, როგორც მე საჯარო ინფრასტრუქტურაზე მოყვებით, რა თქმა უნდა, რომ ახლა მე ხო თორე ახლა ურეკში ტრიალ ადგილას რესტორანი რო ჩადგა, იქ კანალიზაცია, წყალი, ყველაფერი გჭირდება, ხო? ამას მსოფლიო ბანკი გააკეთებდა, ამას განვითარების ფონდი აკეთებდა და სხვა ფონდები, რომლებიც დღესდღეობით რეალობაში პრობლემურია, იმიტომ რომ არც ერთ ფონდს უკვე აღარ უნდა თანამშრომლობა. აი დღეს კვების ობიექტები მართლა ძალიან დისფეროა და ეხლა ესე ცალსახად ვერ იტყვი, კარგად არიან ვიღაცებს ალბათ ძველებურად ყავს ვიზიტორი, ვიღაცებს ნაკლებად და ასე შემდეგ. აი ფართო სურათში როგორ ხართ? აი კრიზისია, ვის უჭირს განსაკუთრებით, ვინც მუშაობდა ტურისტებზე, ადგილობრივი ბაზარზე ვინც მუშაობს, ის მაგას უფრო კარგი მდგომარეობა აქვს, თუ რა ხდება? საერთოდ ხო, იყო პროფილის მიმართულებით, ასე ვთქვათ, პროფილური რესტორნები, რომლის პროფილიც იყო, აი ავტობუსი მოვიდა, ჩამოვიდნენ ტურისტები, მიირთმევენ, ავიდნენ ავტობუსში და წავიდნენ. მათთვის ძალიან დიდი პრობლემები. თქვენ რო გახვიდეთ ძველ თბილისში, უამრავი რესტორანს ნახავთ, რომელიც დახურულია. იმიტომ რომ მათ აღარ აქვთ ის ნაკადი ტურისტების, რომლებიც ასე ვთქვათ, იქ სტუმრობენ. თავარი ძირითადი პრობლემა იყო აი ზუსტად რაზე წინაზე დაუბრუნდები ამ საკითხს, სწორად აწყობილი ბიზნესი. თუ შიდა ტურიზმზე გაქვს აწყობილი, შიდა მომხმარებელზე ყავს ის ლოიალურია შენდამი და ავტომატურად როგორც კი ხვდება შანსი უჩნდება, რომ შენ დაგეხმაროს, გეხმარება. თქვენ ალბათ გაქვთ ხო აი ამოჩემებული ადგილი ქვია, ხო, რომელიც აი იცით, როდესაც უჭირს, თქვენ უნდა იქ მიხვიდეთ და ერთი ფინჯანი ყავა მაინც უნდა დალიოთ, იმიტომ რომ ამითი თქვენს მომავალსაც იქნით, რომელიც რაღაცა რომანტიზმთან, რაღაცა სიყვარულთან ადგილის გაქვთ და გინდათ რომ დიდხანს იყოს ეს სივრცე. ეს არის ასე ვთქვათ, შექმნილი სივრცეები, რომლებიც რა თქმა უნდა დღესდღეობით უამრავი დაიხურა და უამრავს არც აქვს შანსი რომ გაიხსნათ, იმიტომ რომ პროფილი დაკარგეს, ასე ვთქვათ. თქვენ თუ გქონიათ სხვა ტურიზმის წარმომადგენლებს, მათ შორის სასტუმროებს, ტუროპერატორებს შევდ ვუსვამ ხოლმე კითხვას, რომ თუ ასეთი რთულია, მაინც ტურიზმის ადმინისტრაცია და ეკონომიკის სამინისტრო არის მთავარი, თქვა პანდემიის პერიოდში, როდესაც ბიზნეს ძალიან გაუჭირდა, იყო რაღაცა პროექტები, პროგრამები დახმარების და ასე შემდეგ. რამდენჯერმეც მქონდა საშუალება და ლევან დავითაშვილს კითხე, მან მეპასუხა, რომ ჩვენ რაღაცნაირ მოკვლევა ჩავატარეთ ამ სექტორში და ისეთი არაფერი არ ხდება, რომ ახლა საჭირო იყოს, თქვათ, ბიუჯეტიდან რაღაც დამხმარე პროგრამების ამოქმედება. აი, როგორ გქონდეთ საშუალება, როგორ დაანახებით, თუნდაც მარიამ ქრევიშვილს, რომელიც მაინც ტურიზმის კურატორი მოადგილეა, რომ ამ სექტორში თქვათ, კარგად არ არის ყველაფერი, რბილად რო ვთქვათ. ეს 400,000 ლარიანი ფონდი უკვე არის ერთგვარი სიგნალი, რომ ბიზნეს დახმარებას სჭირდება ისე საქართველოს ბანკიც არ გამოყოფდა ისე საქართველოს ბანკი და არც სხვა ბიზნეს, ასე ვთქვათ, ინსტიტუტი იმ თანხას თუ არ იცოდა რა მიზნობრეობით უნდა დაიხარჯოს და რისთვის რას ემსახურება ეს თანხა. ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოს ხელში არის ყველაზე კარგი ციფრები არის DGG-ს ეძახიან, დამატებითი ღირებულების გადასახადი. თუ ჩვენ ვაჭრობა არ აგვაქვს, DGG-ც არ აგვაქვს, ხო, ავტომატურად თუ მე თქვენგან რამე არ შევიძინე, ხო, თქვენ DGG-ს ხაზინაში ხო ვერ გადარიცხავთ, ხო? ავტომატურად ჩახედოთ სარესტორნო ბიზნესში მიმართ DGG-ს გადასახადებს. ანუ
თუ DGG შემცირებულია ყოველთვიურ 15-ში კომპანიამ თუ რიცხავდა 30,000 DGG-ს და ჩარიცხა 10,000, ავტომატურად მას ნავაჭრი აღარ აქვს, ხო? ავტომატურად მან ვერც ჩაითვალა ვერაფერი, ვერც რეალიზება ვერ მოახდინა და ციფრები ნათელია, მაგრამ ამის ჩახედვა არავის არ უნდა. იმიტომ რომ ყველაზე დიდ პრობლემა ზუსტად ეს წარმოადგენს. რომ როდესაც დავხედავთ ციფრებს, მივხვდებით, რომ უამრავმა კომპანიამ შეპესემ გადაენაწილა თვეებზე გადასახადები, საშემოსავლო, საპენსიო და სხვა დანარჩენი და უამრავმა საერთოდ ვერ მოახდინა, გადახდა და გადაყადებული. ეს ყველაფერი სახელმწიფო ძალიან მარტივად შეუძლია პრემიერ-მინისტრის, ვიცე-პრემიერსაც თავისუფლად შეუძლია ჩახედოს ციფრებში, ვიცი რომ ძალიან კარგად ერკვევა ციფრებში და ავტომატურად თავისუფლად ნახავს რაშია ძირითადი პრობლემა, რომ სტუმარი არ არის უცხოელ სტუმარზე, ანუ აპელირება იმაზე, რომ უცხოელი ტურისტები არ შემოდიან, ეს არ არის ჩემთვის მანიშნებელი იმისი, რომ ყველაფერი ცუდად იმიტომ რომ ტურისტები არ არიან. შიდა მოხმარების რესურსი რა გვაქვს. შიდა მომხმარებელი როგორ გადანაწილდა, სად გადანაწილდა, ვის უპირატესობაში არის. ნაწილი ალბათ რუსთაველის გამზირზე უკვე სამი თვე რაც მე ჩემ რესტორანში დავინახე, როგორც კი 28-ში გავიდა მოსახლეობა გარეთ, ერთი თვის ჭრილში მე მივაწვდი თუ გუნებავთ ვიცე-პრემიერს ციფრებს, ჩემი კომპანია როგორ დაზარალდა, იმიტომ რომ ჩემი უშუალო მომხმარებელი აპროტესტებდა რუსთაველზე ევროპაში ინტეგრირებას. რომ სულელია რჩევდით, რადგან დიდი გამოცდილება გაქვთ ამ ბიზნესში მართვის მენეჯერობის იმ კომპანიებს, რომლებსაც არ აქვთ მაგალითად თქვენი სერვისის დაქირავების საშუალება, ან ახლა იწყებენ, ან უბრალოდ იმდენი შემოსავალიც არ აქვთ როფული გადაგიხადონ, როგორ გადარჩნენ? მესმის რომ ერთი ფორმულა არ იქნება, მაგრამ აი სად არის დღეს ოქროს შუალედი, რომ რაღაცნაირად ძილში არ წავიდე. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის პირველ რიგში ვეცადოთ რომ კადრები შეინარჩუნონ და გაესაუბრონ კადრებს რაღაც მომენტში რომ სახელმწიფო ფონდი შემცირდეს დროებით მაინც არ დაკარგონ ის ბირთვი რითაც რესტორნები ფუნქციონირებენ, იმიტომ რომ უმთავრესი მარჯვენა მარცხენა ხელი არის ის ადამიანები, ვინც იქ მუშაობენ. რაც შეიძლება მკაცრად დააყენონ საკითხი შემოსავლების მიმართულებით და გასავლების მიმართულებით, რა სად აქვთ დიდი ხარჯი და სად აქვთ მცირე შემოსავალი და რატომ აქვთ შემოსავალი, თუ დიდი გასაყიდი ჩამონათვალი აქვთ პროდუქციის, ეცადონ რაც შეიძლება შეამცინონ, დღევანდელი ჩვენი გადარჩენა არის მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომა. თქვენ თუ იცით რომ რესტორანი მე მაქვს, თქვენ უნდა მოხვიდეთ ჩემთან, მე თუ ვიცი რომ თქვენ გაქვთ რესტორანი, უნდა მოვიდეთ დღეს თქვენთან. ხვალ ანასთან, ზეგ გიორგისთან აუცილებლად უნდა ვიაროთ და ვეცადოთ რომ რაც შეიძლება მეტად დავეხმაროთ ადამიანებს, იმიტომ რომ კომპანიები მესმის, რომ ერთჯერადად, მრავალჯერადად ჩარიცხავენ თანხებს და ჩვენ დავეხმარებით, მაგრამ თუ არ ამოძრავთ, აი როგორც მაგალითად დაჟანგებული რაღაც მოტორი, რომელიც ცდილობთ რომ ავამუშაოთ და აი დაიძრა, იმას თუ არ აქვს მუშაობა საპოხი მასალა თუ არა, ის გაჩერდება ავტომატურად. ჩვენ კოვიდი გადავიარეთ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ სფეროს რა უქნა კოვიდმა. მაგრამ ის მონაგონია დღევანდელ სიტუაციასთან. კადრების გადინებაზე მაშინ კოვიდის დროს. ხო, ამაზე მინდოდა მეკითხა, რომ პანდემიამ ყველაზე მეტად შეიძლება ითქვას ტურიზმის სექტორი დააზარალა და მაგის შემდეგ სულ ტურიზმი ითვლება ერთ-ერთ მოწყვლად სექტორად, სადაც და არასტაბილურ სამსახურადაც, ხო და აი ამ სიტუაციაშიც, აი როგორ ახერხებთ, ან რამდენად რთულია ისე წამოვიდა ეს ნაკადი, რომ ბარემ სამსახურიდან კი რა ქვეყნიდანაც გავალ. კი, უამრავი მაგალითად ახლა ჩემ ერთ პროექტზე დაკომპლექტებული მქონდა მთლიანი თანამშრომლების ბაზა და დაახლოებით 40% აღარ ყავს. იმიტომ რომ ქვეყანა დატოვეს. ძალიან კვების ობიექტი იყო. კვების ობიექტი იყო. კვების ობიექტი პარალელურად სასტუმროც იყო. ძალიან ჩვენ ახლა თბილისზე ვსაუბრობთ, ასე თუ ისე მაინც მიმოვიხილავ და ფონდიც ასე ვთქვათ, პირველ ეტაპზე თბილისის მასშტაბით რესტორნებს ეხმარება. თუმცა შეზღუდულია, ვთქვათ, კახეთიდან თუ მოგვართავთ, ვერ თბილისის მასშტაბით არის, ეს ამნიშნულოვანია. რეგიონებსაც ძალიან დიდი პრობლემა შეექმნათ.
ხო, იქ ალბათ უფრო. კი, იმიტომ რომ სასტუმროები რეგიონებში თითქმის ყველა დახურული იყო, რესტორნები ხო თავისთავად დახურული იყო და ეს სფეროს დღეს ნიშნები თუ ჩვენ გვაქვს რაღაც პატარ-პატარა ისე ბიძგები ხო, რაღაც ორბალიანი, სამბალიანი. ეს ერთი წლის თავზე და წელიწადნახევრის თავზე შეიძლება 6-7 ბალიანამდე ავიდეს. და ჩამოიშლება და სულ მაგას ვეხვეწები აბსოლუტურად ყველას, ვისაც შემხებლობა, მცირე შემხებლობაც აქვს ამ სფეროსთან. რომ ნუ ეთამაშებით ამ სფეროს, იმიტომ რომ ეს სფერო არის სტუმარ მასპინძლობა ჩვენ გვაქვს რაღაცა ესეთი რა სადღეგრძელოს დონეზე ასული, რომ აი სტუმარ მასპინძლობის სფერო და ტურიზმი და საქართველო არის რა ტურიზმის მექა და ტურიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტი არის კვება. და ამ კვებას ეთამაშებიან სულ. ანუ სუდათ ეთამაშებიან, სულ ცდილობენ რომ რაღაცა ღვიძლი დათესონ, სულ გონიათ რომ ამით ერთმანეთს რაღაცებს დაუპირისპირდება. არავინ არ უპირისპირდება, ვერც ვერასდროს ვერ დაუპირისპირდება, იმიტომ რომ ეს სფერო გასტრონომია, რასაც ქვიან, ხრებით აქვთ ადამიანებს მოტანა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ მექსიკური კარტოფილიდან როგორ შეგვიძლია სფერო წამოვჭიმეთ და დღესდღეობით ამბიცია გვაქვს რომ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები შევქმნით და სფეროები შევქმნით. წერტილი რას დაუსვათ ამ სფეროში? როგორ შევაჩეროთ რყევები, ასე ვთქვათ. და ვეცადოთ რომ არ დავაზარალოთ და როგორც დაუბრუნდები ჩემს ფრაზას, რომ რაც შეიძლება მეტად დაუდგეთ ამ სფეროს. ვიცი რომ გაჭირვება გვაქვს, ვიცით რომ შემოსავლების შემცირებული გვაქვს, მაგრამ აი მოიცალეთ, მოინდომეთ, კვირაში ერთი დღე დავთ, არა აქვს მნიშვნელობა, რომ სად ვის ესტუმრებით, უბრალოდ ესტუმრეთ, ერთი ფინჯანი ყავა მიირთვით, დესერტი მიირთვით, იმიტომ რომ ჩათვალეთ, რომ თქვენ ამით პატარა წვლილი შემოგაქვთ იმ სფეროში, რასაც ყველას ძალიან გვეამაყება, ყველას ძალიან გვინდა და ყველა მხრებში გამართული დავდივართ, როდესაც მაგალითად ქართულ რესტორანს ვხედავთ უცხოეთში, ხო? და ჩვენს რესტორნებს აქვს პრობლემა. ძალიან დიდი თავს. გადარჩენა და ძალა არის ერთობაში. წარმატებები თქვენ? წარმატებები თქვენ და დიდი მადლობა რომ დაინტერესდით ამ საკითხით. წერტილი დღეს ამით დასრულებულია ჩვენს კითხვებს. ქართული სტუმარ მასპინძლობის ფონდის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახო კანდელაკი პასუხობდა. მე ხვალამდე გემშვიდობებით.